გამარჯობათ, მეგობრებო, ახლა დავწერებო, კარგი ხართ. გამარჯობათ. ვიდეოების გადახვევაში გვეხმარება USAT ჯორჯია. გვეხმარება კი არა, ძალიან მაგრა გვეხმარება რა იქ ხალხი. და რასაკვირველია თქვენ. ჩვენ მეორე არხიც აქვს, ზოგი ერთები არიან ეს. ბატონ დავთ, იმას რო გავს, რეზინის არ და წიროწვეტი რო აქვს. ეს შიგ რაღაცას ასხავდნენ, რა ქვია მაგას? ოყნა. არა, ნეგეთი ხალხი რო, აუ, იარაღი, ჩვენ მეორე არხიც აქვს რა. ქვია იარაღის განხილვა ზურა კვანჭახაძე. შეგიძლიათ შევბრძანდეთ თუ იარაღი გაინტერესებს. თუ ტაქტიკური ვიდეოები გაინტერესებს, თუ ბრძოლები, თუ ცივი იარაღი. ცივი იარაღი აგაცდება. ლინკი იდება ქვემოთ. ან დაწერეთ ზურა კვანჭახაძე იარაღის განხილვა და მარტო იარაღი დევს 1800 ვიდეოა მგონი გადაღებული და მაგას ვაგრძელებთ. თუ ვინმე იარაღი აქვს, შემოგვეხმიანეთ დიდი სიამოვნებით გადავიღებთ თუ დაგვეხმარებთ. აქ მოგზაურობას დავდებთ, ისტორიულ რაღაცებს დავდებთ, საჭმელებს დავდებთ, თევზაობას დავდებთ, თევზის მომზადებას 10-ის შემდეგ. ბატონო, რატომ ვარ გაკვირვებული? მოკლედ, ნახეთ. მაგ ხორცი. აი ესეთი. ჩაურის ხორცი. ხორის. აი ესე უნდა დაჭრათ რა. აი ესე. როგორც მწვადი? ხო არა, როგორ მწვადი არა, სამწვადეთ ეს არ არის დაჭრილი. ნუ აი ასანთის კოლოფის ხელებად თქმა დაჭრა და რამე ქილა გინდათ რა. ამ შემთხვევაში მე ესეთი პლასმოსის ქილა მაგ და პირდაპირ ვაიღო. ხორცი დაჭრით, ჰა? რიანად ჩაყარო? ვერ გავიგე. პირდაპირ ვაიღო, რკინად ჩაყარო. რიანად ჩავყარო? რკინიანად, ეს ხელი მოკიდო რკინად და ხო, მიდი, აბა მიდი. ეგ რიანად? მიდი ჩაყარე. მიდი, გააგზავნა. რატო? არ გამოვიდა. არ გამოვიდა, ხო? იფიქრე რომ ჩაიპნეო და მარილივით? ხო. ნუ პატარა ხარ და ალბათ იმიტომ იფიქრე, ხო? კი. კაი. მოკლედ ამას ეხლა ამას ჩავყრი, ხო? კიდე რა უნდა გითხრა? არ უქნათ მარილი. და ასე შემდეგ რაღაცეები რა. პირდაპირ მარტო ხორცი ჩაყარეთ. ეს გინდა ბარკლის ხორცი იყოს რა. ისე კაი იქნება თუ იქნება გვერდი ან კისერი. აიღეთ ლუდს ნებისმიერს. ნუ ეხლა ძალიან ძვირიანი ლუდი არ აიღოთ, იმიტომ რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს. და ამ ხორცს დაასხავთ. ეს ლუდი მე ძალიან მიყვარს და ვიცი რომ ლუდის მოყვარულება შეიძლება აუგათ მომიხსენიოთ, მაგრამ მაგ საქმეს ნუ ვიზავთ ესე. ნუ თუ ბოთლებით იქნება იყოს ბოთლებით, თუ ეს აქვს, აი შეხედეთ. ხორცი ლუდში. ამას გააკეთეთ, 3 ლიტრიან ბანკაში შეგიძლიათ გააკეთოთ, მერეზე უნდა ხუფი დააფაროთ, ოღონდ. რომ აი სულ ესე იყოს, დაინახეთ ხორცმა უკვე ლუდის მიღება მიიღო. 1 საათი მაინც დადგით, თუ ზაფხულია, ნუ თუ მაცივ არიღეთ, მაცივ არ შედით, თუ ტყეში გაქვთ, მზეზე არ დატოთ რა. გრილ ადგილზე, ეხლა ბატონო დავით გრილა. გრილა. ქოხში პატარა ცეცხლის მივანთ, ხო ნახე. მოკლედ, ეს ლუდი შეგვიძლია. შევინახოთ, ოღონდ ეს თუ ესე გააკეთეთ, ეს არ მიადგეთ და სმა არ დაუწყოთ. ეს ლუდი კიდე გამოგვადგება. მანამდე 1 საათი, საათნახევარი ხორცი უნდა გაჩერდეს, მოიც კარგად ჩავძირო. ხორცი უნდა გაჩერდეს ლუდში. რომ დაგემატებინა ცოტა. არა. არ უნდა. ჩაძირული უნდა იყოს რა. აი ეს. კიდე ერთხელ ვიტყვი, თუ 3 ლიტრიანია, თავი მოუხმარეთ რაღაცით. კაი. ეხლა ეს დავტოვოთ, ბატონო დავით, ცეცხლი დავანთოთ, ტაფა გავამზადოთ. და ისეთ საჭმელს გაიკეთებ, რომ ვიტყვი, ვა. აქშია. კაი. ვიცეკო? ხო, მოკლედ. ტოვებთ ეხლა ამას, ზუსტად საათნახევარი, 1 საათი საათნახევარი და მე ვნახოთ რა იქნება. ბატონო დავით, საათნახევარი გავიდა.
ხო ეგრეა რაც ხურთი ჩავარაგეთ. ეხლა ო რა ეს ფაროსანა ეს შობელზაღლი მაგან დაგუყვა. ანუ რავი ბიჭო ყველაფერს მოედოთ. ხორცი გახდა აი ესეთი აი. ლუდი ცოტა შეიწოვა და დააკლდა კიდევაც ამას. კიდევ ერთხელ ვიტყვი ლუდის გამკეთებლება ჩემი აზრით მოყვარულებმა არ დამგმა. ჩემი აზრით რაც უფრო დიდი ხანი იქნება, მით უფრო უკეთესი იქნება. არა, რაღაცა უაზრო დიდი ხანიც არ ვარქა. ელა 3-1 დღე არა რა. ნუ 2-3 საათი სულ ეყოფა რა. აჰა. გადმოვიღოთ ახლა ესა? იმედია ლუდის მოყვარულები არ გვაგინებენ. არა კაცო რა გვაგინებ. მე თვითონ ლუდის მოყვარული ვარ. რატომ უნდა მოგი? აიცა, მომიციგენი ხა? ცეცხლე გაკეთება იმიტომ არის რთული რომ ვეღარ იგებ მე რა რომ აჰა ეს. მაგრამ ზეთი მომიტანე ცოტა. ამას თავისი ქონია ხმანა. ცოტა როგორ მოგიტანა ბოთლი და. ო ბოთლი, დაასხი. კაი, გეყოფა. მეტი აღარ უნდა. თუ ამას დაალაგებთ ესე, ხო? თუ როგორ რო დაალაგებთ. ქონით დადეთ დაბლა რა. ეს. და ორივე მხარეს რო იყოს ქონი. კაცო ხო ვატრიალებთ არა მე. აჰა შეინთხმის არ იყოს ეგრევე ვიზა. როგორ დავიტანჯო. ამას არც მარილი უხნათ და არც არაფერი რა. ო ნიკოძიას და რამოდენა გამოუტანებია. ეს ქონი ზევით არის, აი ხორცს საიდან ვიღებთ ხოლმე რა? ეს ქონი ზევითან. არა უშო, მოითუშე. ეს. ეხლა მოიტანე სახურავი. აი ესე გაასწორეთ ტაფაზე და დააბარე. იცი? ცოტა ისინი. დადი, მე ზომი. აჰა, აი ეს. ეხლა ეს ხო შეწვას დაიწყებს. ამოუატრელებ მეორე მხარეზე და ოქროსფერი უნდა გახადოთ. ხორცი ამაში არ უნდა შეიწვას. უნდა გახდეს მხოლოდ ოქროსფერი. გაჩვენებთ რა ეხლა ამას აფასანამ გაცხელდება ცეცხლი ცოტა რთულია, იმიტომ რომ ვერ განსაზღვრავენ. ხო, რა ის ხო არ ამოუწიან ჩაუწია, რომ გაცხელდება. მერე გაჩვენეთ როგორ გომარობაში გადავატრელებ და ნუ მიუყვეთ ნელა. მოდი ახლა შევწყვიტოთ და ნახოთ რა გამოვიდა. ბატონო დავით. დადგა ჟამი ჭეშმარიტებისა? გერარდა. აი. ეგე ჩემი ჟამი ჭეშმარიტებისა. მოგეთ ხორცი ბოლომდე არ უნდა შეიწვას რა. უნდა შეიბრაწოს. ხალაგალაკ ცოტა დაიწვა, მაგრამ სწრაფად უნდა ატრიალოთ რა. ეხლა ეს არის სადაური საჭმელია ეს. ესა? ეს არის ეს პანელი იდალგოების საჭმელი. იდალგო იცი რას ნიშნავს? არა. არა. აზნაურს. რას? ესპანურად აზნაურსა ნიშნავს იდალგო. აზნაური. აზნაური, ხო იცი რაც არის? დიდი თებში რო ის მომიტანე. ეს ხახვი და ის. ხო, მომიტანე. მომი. აი ამაში არის ხახვი და ნიორი. და მოთხოვ. ხო. ესე მიდი შავი პირპილი მოიტანე და მარი. გამართი თებში. ისნახე. რა? გვერდზე. აი, ეს გამართი? თავშო. აი. იგივე ხონში ეს და მოისუს და მარილი მომიცი.
არა მარის ხოს დავახ აი ცოტა სამასას მოვა და ესე აი ამას დაფარება არც უნდა უბრალოდ მოისუსხოს ეხლა ბატონო დავით მიდი ხორცი მომიტანე ეს ყველაფერი მე ხდება სწრაფად სწრაფად მაიცა ვა რა ცხელი ყოფილა ეს და მე აი ამ ჩემი ხერხი გამოიყენე ყველაფერზე ზემოდან ალაგებთ ჩემი ხერხი გამოიყენე რა შენი ხერხი და გადაყარე ჩაბდას ტაფეს დააყარე არა თუ ჯადოსნური ხელი უნდაერიოს ეს უნდა დაალაგდეს ზემოდან გამიგე ხო წადი ლუდი მომიტანე ხომ გიეს ნამდვილად შეიძლება რო გახსნი გახსენი დავსხენი ეს არის ლუჩი გაკეთებული დაყენებული ხორცი აი გახსოვს აკერთხა რომ დაგვაწვინდა რომ დაგვაწვინდა გახსოვს რამდენჯერ დაგვწვიმებია თავზე საშინად ეს არაურიოდ იყოს ქვემოთ ეს ეხლა გაიწიე ესენი წაიღე ბატონო და სასიკვდილო ნომერს აკეთებ და მე ამას დაასხავთ ლუჩი გადაასხავ იკადაასხავ ივა კაცო იქა გაიწი და ეს უნდა მოექცეს აი ეს ლუდი წაიღე სახურავი გაუპ ეხლა ეს ხორცი ლუდში ხო იყო თოლები ყველაფერი ხო შეუჯდა ეხლა ეს დავასხი და ამ ლუდში ჩაიხარშე 40 წუთი მაინც უნდა რომ უნდა ჩაიხარშო სამწვენში სახურავი მე არ და გემრიელი ეხლა ვასწრებ ცოტა ხანი სახურავი არ მაქვს მე არა გაქვს სახურავი ალბათ სახურავის გარეშე აქ მიდის აქ არ ჩამიგე აქაც მქონია არა შეხო სახურავები დაციხა მაშ მეგობრებო ეხლა ვაცადოთ ამ ყველაფერს კარგად გემრიელად მოიხარშოთ და გაჩვენეთ მე რა გამოვიდა აზოტეს გავს ათამაშებს აი მას რა ქვია ეს არის დიდი მძიმე თუჯისისა რა ქვია ზაფხულში და ათამაშებს ეხლა აი ანდა დიდი ამბავი ხდება აი ბატონო დავით გაიწე აგიდი საჭმელს ვიღებ მე რა ესა სული ხორცი კი არ არის მოდი ხა ჯეკპოტი დაიწყო მოდი კიდე ერთი 4 ცალი უნდა დაგიგდო უნდა გიყურო რა ერთი ნიკოძიას გამოტანებულ ხორცს კიდე ეს გძელი მია ეს ოჩი გული ეს ძალიან ბევრიც არ მივაყავთ ეგ შეჭამოს ეგ შეჭამოს და ეგ გრძელი მიეცევა გრძელი ის ძვალი ძვალი ეს კუჭია თუ რავი რა მოუხო მოდი ახლა ვიჯო თავის ბედნიერებას არ დაუჯერე ეხლა იცი რა შეღავს რასაც შეჭამს რაც არა გაიტანს დამალავს და მე შეჭამს ო რა დამალავს არა უშავს არ დაგვეზარა რა ნიკოძიამაც წაიღეთო ძლებიო რავი ხორცები რაც არა ჭირდებოდა და მადლი კი მოვისხით და
ჭამოს. ცხოველების გიყვარდეთ რა ჩვენი პატარა ძმები და ისინი. ეხლა თუ თავ დაგერიათ. ო. მაშესი ბატონო დავით, მე ამას დადგაჟამი ჭეშმარიტების თუ მე ლუდით გაკეთებული ხორცის ეთხელაც იქნებოდა ჩემი ეს ამბები სულ დამთავრდება. მეც ეგ ვფიქრე ამას. არა უშავს ბუნებაში როცა ხარ ბატონო დავით. როგორ უნდა მოიქცე ბუნებაში? ჩაოლებრო. ბუნებრივად. უი. ის ხახვები და ისე წავიდა. ისო გაიხსნა ბიჭო ამაში. შენ რო გეგონა დაბლაროა? იყო. მაგრამ სულ ყველაფერი თელი წვენი მას შეიტანა ხო ხორცი. ლუდს გადასცა. ლუდმა კიდე ხორცი. ხორცმა ჩვენ კრს. აი, მოდი აბა. დავჭერათ. ნახოთ. რა პატარა თვით. ჰა? მარი ხორაკლია. ბატონო, მანახი ადამიანი ვის თვალის ზომით ხვდება მარილი აკლია თუ არა? მე. აკლია თუ არა? არ ვიცი. უნაი? ცოტა ალბათ. მე თვალის ხვდები. ნახე. არაკლია, მაგრამ რა. მაგრამ სასიეთის ღვინო გავხსნათ. და ეთიკაი სადეგზელო დავლიოთ დაგი. მაინცა კაცო, ხო შენ კი დაგიჯერებ სიტყვაზე მაგრამ მე ხომ უნდა გავსინჯო რამე გამოვიდა. აბა ვნახოთ. ერთი კითხვა მაგრამ სასირეთი იმიტომ ხო ქვია რომ ადრესი რჩიტი ერქვა. და ქურდულები რო არის სოფელი. შეიძლება ქურდულები ხო? ზურაბები კიდე. გერი ზურაბები იყო. გეტყვით რა. აბსოლუტურად არაფერს არ აგავს. და ლუდის იცნობა, იგრძნობა. არა ხა პირდაპირ ლუდის გემო არ აქვს, მაგრამ აი არომატი რო დაასრულებ, ალიბა არომატი რო მოყვება. სასაული არომატი აქვს რა. მოდი ბატონო დავით. მოხონპო. აი მოიტეხე. ისეთი რამეა რომ ვინახეთ. ისეთი რამეა რომ აი პურიც არ უნდა რა. ყველაფერი თან აქვს. კინის პური. გაიყენა პური. გამოიხე. მოდი ამ ჭიქით. დედა ჩვენებს გაუმორჩოს. ამინ. დედჩემს გაუმორჩოს და დედაშენს გაუმორჩოს. მაგათ ამოდობთ ყველა მანდილოსას გაუმორჩოს. ქალი რო არ იყოს ამ ქვეყანაზე, ცხოვრება არ იქნებოდა, სიცოცხლე არ იქნებოდა, გამიგი? ვაი იმ უბედურს, ვინც საკუთარ დედას საგინებლად გაუხდია, გაიგე? ვინც ან არ ახედავს დედამის, ან კიდე იგინებიან ხოლმე უშნოთ. ქართველები ვართ, ყველა დედიშვილები ვართ. ეგეთი რამე როგორ ვერ წარმომიდგენია მე ბოლომდე საქართველოში. იწესა 92-ის ხო? ბილეთები? 92-ისა. ხოდა, კარგად იყო დედჩები. დედა თქვენებს გავმორჩოთ თქვენდებს, მეუღლეებს, მამიდებს, დედებს და ასე შემდეგ. პურიაში. ყველა ქალს მიცეს თავისი ქალური ბედნიერება. გაშაყილდა. გემოლილია. მოკლედ მეგობრებო, ეს გააკეთეთ. ხორცი გინდათ, კიდე ერთი გეტყვი, აუცილებელი არა რაღაცა სასწაული. ლუჩი, საათნახევარი, მე რა ესეთი. მუთაკა გავუკეთე, ისა ბალიში გავუკეთე, ზემოდან ეს დაალაგეთ და ლუდი დაასხით, 40 წუთი იყოსო, კარგად დარბილდეს და აი ძავიცი, აი ისეთი ნაზი და გემრიელი ხორცი გამოვიდა, სასწაული. ამჯი გამოგებსავით, კარგად ზანდებოდეთ. შემდეგ ვიდეომდე. ამინ. უჯო რარბილია ხორცი არა? ძალიან. მე ტარხუნა მიაჭამე, ტარხუნა.